გამარჯობათ. მე ვარ გიორგი ბაკაშვილი, Supernova-ს CTO. Supernova ასევე ცნობილია როგორც Purcell AI Georgia, ასევე დამფუძნებელი კომპანია Adeptas-ი, რომელიც უშვებს თავიანთ SaaS პროდუქტს. დღეს ვილაპარაკებ real-time multi-device აპლიკაციებზე. როგორ კეთდება ისინი და რატო ეშინია ხალხს, რაც რეალურად არ უნდა ეშინოდეს მათი გაკეთება და ესეთი აზრით რეალებს, რომ უფრო ძნელი არის real-time აპლიკაციის გაკეთება, ვიდრე ესეთ მიღებული REST API-ით, HTTP პროტოკოლით კომუნიკაცია სერვერთან. რასაც მე დღეს გაჩვენებთ, რომ არ არის ესე და შეძლებთ ესე ვთქვათ, რეცეპტს მოგცემთ თუ როგორ აწყოთ real-time აპლიკაცია. ჯერ მოდი განვიხილოთ რა არის real-time აპლიკაცია და რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ჩვეულებრივი HTTP-სგან განსხვავებით. როდესაც მოდი ჯერ დავიწყოთ მომხმარებლის user experience-დან. ესე იგი, როდესაც მომხმარებელი რაღაცა ინტერაქციას აკეთებს თქვენ აპლიკაციაში, რომელიც თქვენ დაწერეთ და თქვენ დაადეპლოიეთ, ის ელოდება, რომ პასუხი მას ექნება დაუყოვნებლივ და არ მოუწევს ლოდინი. უმრავლესობა აპლიკაციების ახლა ამას აინტეგრირებენ და კარგად ანხორციელებენ. ასე რომ თქვენც უნდა აუღოთ ალგო და არ ჩამორჩეთ ამ ტრენდს. მინდა პატარა დემო განახოთ, უფრო თვალსაჩინო რომ იყოს. მაგალითად, ჩვენ Adeptas Quest შეიქმნა პილპალი აპლიკაცია, რომელიც არის მარტივად რო ვთქვა, თქვენი მედიკამენტების სამენეჯო აპლიკაცია. თქვენ დასვათ კითხვას, რაში გჭირდებათ მანდ real-time-ის ფუნქციონალი. მაგრამ user experience-ი აჩვენებს, რომ არის საჭირო. თუნდაც თქვენ აპლიკაციაში მედიკამენტის დამატების flow. როდესაც user-ი ამატებს რაიმე მედიკამენტს, ის არ ელოდება, რომ მას დახვდება loading spinner-ი და უნდა ელოდოს რაღაცა სერვერისგან პასუხს, რამოდენიმე წამი. ის ფიქრობს, ნეტა რამე ხო არასწორად შევიყვანი, ან ხო არ გავთიშო, ხო არ დავარესტარტო აპლიკაცია. რასაც პირიქით თქვენთვის არის უარესი, იმიტომ რომ ცალკე ამ state-ების დაჰენდლა დაგჭირდებათ. თუ მან გათიშა აპლიკაცია, გათიშა connection-ი, თქვენ ეს backend-ში უნდა დაჰენდლოთ კიდევ. და ეს უკარგავს თვითონ მომხმარებელს თქვენს აპლიკაციაში ნდომას. რას გულისხმობ ახლა მე ამით? როდესაც loading spinner-ი ჩდება და user-ი ელოდება რაღაცა პასუხს სერვერისგან, მას აქვს დრო, რომ იფიქროს თუ რატომ უნდება ამდენი ხანი. იქნებ სერვერი არ მუშაობს, ცუდი connection-ია, ცუდი რაღაც აპლიკაცია არის და თუ ნებისმიერ ინტერაქციაზე თქვენ ესეთი დაყოვნებები გაქვთ, user-ი თავის ქვეცნობიერებად კარგავს ინტერესს და ნდობას თქვენი აპლიკაციის მიმართ. უფრო ნაკლებად ხარისხიანი მიაჩნია ის. ეხლა ალტერნატივა რომ წარმოვიდგინოთ, რომ გაჩვენოთ, ესე გამოიყურება real-time connection-ის დროს. დამატება იგივე პარაცეტამოლის, რაც ახლა გაჩვენებთ, ხდება მომენტალურად, არანაირი loading-ი არ ხდება, უბრალოდ სერვერზე იგზავნება request-ი, რომ ამ მომხმარებელს უნდა დაამატოს რაღაცა მედიკამენტი თავის სამედიცინო ყუთში. ხოლო სერვერი შემდეგ დამატების შემდეგ უგზავნის კლიენტს სტატუსს, თუ დაემატა, თუ რაღაცა გაერორდა, ან კიდე რაღაცა მოხდა გაუთვალისწინებელი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ უნდა შევამციროთ ერორები და რა თქმა უნდა გაუთვალისწინებელი სიტუაციები. ასე რომ user experience უნდა იყოს ესეთი დაუყოვნებლივი და პირდაპირი. დიახ. როცა ინტერნეტი ნელი არის, ანუ real-time connection-ის დროს, მაშინ რა მოხდება? ინტერნეტის სისწრაფეში თუ არის საქმე, მაშინ
თქვენ real time connection-ის დროს უნდა შეამციროთ payload-ის size-ი. Connection-ის სისწრაფე არ განსაზღვრავს connection-ის სტაბილურობას. უფრო სხვანაირად რომ მივუდგეთ, თუ არასტაბილური არის და წყვეტადი არის ინტერნეტი, X-state-ები უნდა აჩვენოთ მომხმარებელს. მაგაზეც გადავა, უბრალოდ ეს მოდი ბოლოში დავასვათ, თუ დაგჭირებათ კითხვები, მაგასაც შევეხები. რა პრობლემა? უბრალოდ ახლა ჯერ განვიხილოთ, რატომ არის real time-ი ესეთი კარგი და იდეალურ кейსებში მაქვს ლაპარაკი. ჩვენ edge case-ებს გავივლით შემდეგ სლაიდებში. ეს პირველად რაც შეეხება ესეთი CRUD ოპერაციებსაც არის ლაპარაკი. არა მარტო თქვენ შეიძლება real time აპლიკაციაზე რო ლაპარაკობთ, გეგონოთ რომ ყოველთვის არის რაღაც ჩატის აპლიკაცია, რაღაცა IoT აპლიკაცია ან რაღაც, მაგრამ არ არის ყოველთვის ესეთი кейსი. შეიძლება real time messaging-ი, real time connection-ი გქონდეთ, ჩვეულებრივი CRUD აპლიკაცია გქონდეთ რაღაცა, აი უბრალო. მაგრამ იქაც ეს user experience-ი რომ დაუყოვნებლივ ხდება ეს ყველა update-ი, დამატება და წაშლა და ასე შემდეგ, დიდ benefits გაძლევთ. real time აპლიკაციის როგორც გითხარით, ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩატის აპლიკაციებში, კოლაბორატორულ თულებში, მაგალითად როგორიც არის Notion-ი ან Google Docs-ი, იქ შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, რომ მაგალითად Google Docs-ში თუ ორი user-ი არის ერთდროულად შესული, რას აკეთებენ, კურსორისა და აქვთ და რა ცვლილებებს აკეთებენ. ესაც user experience-ია, ეს უკვე სხვა user experience-ია, დაყოვნების კი არა, არამედ real time-ში ადევნო სხვას თვალი. ასევე ეხლა უდიდესი ტრენდი, არის AI აგენტები. ნებისმიერი აპლიკაცია ცდილობს AI აგენტი ჩააშენოს თავის აპლიკაციაში და ჩატის მეშვეობით, user-ის ინტერაქციით ან ხმოვანი მესიჯით გააკეთოს ის, რასაც user-ი აქამდე აკეთებდა იმავე აპლიკაციაში ხელით, მაგალითად დამატებას, updates რაღაცა პროდუქტის ან წაშლას. ამ დროსაც საჭირო არის, მე არა მაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ AI agent-ს სჭირდება real time კომუნიკაცია. ეს თავისთავად მოიაზრება, მაგრამ თვითონ დამატების ფუნქციონალი მოიაზრებს იმას, რომ თქვენთან სადღაც თუ AI აგენტი თულად გამოიყენებს დამატების ფუნქციონალს, თქვენთან აპლიკაციაში ეს state უნდა განახლდეს. თქვენმა აპლიკაციამ უნდა გაიგოს, რომ რაღაცა განახლდა, რაღაცა პროდუქტი დაემატა, რაღაცა პროდუქტი შეიცვალა და შესაბამისად UI update-ებიც უნდა მოხდეს კლიენტის მხარეს. ამის დემოც მაქვს თვალსაჩინო რო იყოს. просто პატარა. აი მაგალითად იგივე აპლიკაცია არის, იგივე დამატება, როდესაც ვამატებთ მაგალითად ციტრამოს ჩვენს მედიკამენტებში. ეხლა გაჩვენებთ, როდესაც არ არის real time update-ები ჩართული. კი, ჩატში AI აგენტმა გითხრა, რომ დაამატა ციტრამონი ჩვენს მედიკამენტებში, მაგრამ რომ გადმოვედით ჩვენს მედიკამენტებში, არ დაგვხვდა ეს. და ეს არის ძალიან დამაბნეველი. შენ თვითონ უნდა გჭირდებოდეს გადატვირთვა აპლიკაციის და ასე შემდეგ. ასევე თუ მეორე device-დან შენ დაამატე რაღაცა მედიკამენტი და პირველ device-ზე გაქვს გახსნილი აპლიკაცია, ორივეგან უნდა მოხდეს update-ი და არა მხოლოდ ერთგან. რახან live time-ში იყოს ეს და რახან დამაბნეველი არ იყოს. რეალურად ეხლა როგორც უნდა მუშაობდეს გაჩვენებთ. იგივე ციტრამონს ვამატებთ, მაგრამ ამჯერად ჩართული არის live update-ები. და შემდეგ ყოველი ბოტის AI აგენტის ინტერაქცია გამოდის ნოტიფიკაცია და რო გადავადივართ შემდეგ ჩვენს მედიკამენტებში ჩანს რომ ის დაემატა. ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ის რომ კომუნიკაცია AI აგენტთან ჩატში ხდება სოკეტის მეშვეობით და სწრაფი არის, კი ბატონო, სწრაფი არის ეს ყველა მიცის, მაგრამ უკან ფონზე რა ხდება ეგენც არა მარტო სისწრაფეში არის საქმე, არამედ იმაში რომ უსმინოს სერვერს, რა ხდება, რა change-ები ხდება და დამაბნეველი არ იყოს რაღაცა state-ების change-ები. თუნდაც დღეს ჰაკათონზე თქვენ წერთ რაღაცა აპლიკაციას და უნდა აჩვენოთ ეს ჯიურის. მაგალითად ჯიურისთვის შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს ის, რომ თქვენ აპლიკაციაში ეს update-ი იქნება თუ რაღაცა response-ი იქნება სწრაფი, ეგრევე მოხდება. არ იქნება ეს loader spinner-ი, როგორც გითხარით,
რაც გითხარით, რომ ნდობას უკარგავს თქვენ აპლიკაციაში ადამიანს და შეიძლება ერთიდან ერთი აპლიკაცია გქონდეთ ორ სხვადასხვა გუნდს. ერთი იყოს request response-ზე, მეორე იყოს event driven. და პროსტა ინტერაქციის user experience-ის გამო ჟიური მომჯობინოს მეორე. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად კომპლექსურ აპლიკაციას დაწერთ. თუ user experience არის poor, ბოდიშით ინგლისურ სიტყვებს ვიხმარ ხოლმე ხშირად, მაშინ თქვენ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კომპლექსური აპლიკაცია გაქვთ დაწერით, თუ user-მა ის ვერ აღიქვა. მოდი განვიხილოთ ახლა როგორც ყველაზე ცნობილი, ყველა რითიც იწყებს HTTP პროტოკოლი და შევადაროთ WebSockets. ყველა ხმარობს HTTP REST-ის API-ს, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარულია, არის აზრი, რომ ყველაზე მარტივია იმპლემენტაციისთვის და ერთაზროვანი მიდგომები აქვს. რა განსხვავება არის ახლა მათ შორის? მე მინდა გაჩვენოთ, რომ არც ერთის იმპლემენტაცია არის ძნელი და არც მეორესი, როგორც ბევრი ფიქრობს. რა განსხვავებაა ერთსა და მეორეს შორის? პირველი არის request response მოდელი, მეორე არის persistent duplex connection-ი. რას ნიშნავს ახლა ეს? HTTP request-ის დროს ყოველთვის იგზავნება request-ი და ელოდებით response. იხსნება TCP connection-ი ყოველ request-ზე სათითაოდ და შემდეგ როცა response მიიღებთ, ის იხურება. всё, მორჩა მაგითი. ხოლო WebSocket-ის დროს ასევე იგზავნება TCP connection-ი, upgrade request-ი იგზავნება და იხსნება duplex connection-ი კლიენტსა და server-ს შორის. რაც არის persistent-ი და ანუ იდეალურ გარემოში არის ბევრად უმჯობესი ვიდრე HTTP. კიდევ რა განსხვავება არის? HTTP არის stateless-ი, ხოლო WebSocket-ი არის stateful-ი. რას ნიშნავს ახლა ესა? ნებისმიერი HTTP request-ი რომ გააგზავნოთ, ერთი მეორესთან არ არის დაკავშირებული, არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული. თქვენ ამას შევეხებით კიდევ, იმიტომ რომ როდესაც მივალთ scaling-ზე, scaling-ის პრობლემებზე. HTTP-ს რატო ამბობენ, რომ უფრო მარტივია ხოლმე? იმიტომ რომ stateless-ი რახან არის, scaling-ის დროს შენ არ გჭირდება მისი state-ის მენეჯმენტი. ანუ ნებისმიერი request-ი მოიცავს მთლიან ინფორმაციას, მთლიან კოლექციას, header-ების, ავტორიზაციის, cookie token-ი იქნება თუ body იქნება request body, სულ ყველაფერს მოიცავს. ხოლო ეს რა ქვია? WebSocket-ის შემთხვევაში თქვენ handshake-ის დროს შეგიძლიათ რაღაცა კონტექსტი შექმნათ სესიის ჭრილში, შეინახოთ და ყოველი შემდეგი request-ი არ იქნება ესე დატვირთული, როგორც HTTP request-ი არის. შეიძლება რაღაც 1 ბაიტი იყოს, რაღაც პროსტა request-ი, რაღაც ping-ი იყოს ან რაღაცა იყოს, რასაც header-ებიც არ მიყვება, არც token-ები არ მიყვება, იმიტომ რომ handshake-ის დროს თქვენ უკვე ყველაფერი დაამუშავეთ და უფრო სწრაფი request response-ი არის. ეხლა რაც ვილაპარაკე, შემდეგი პუნქტი არის ეგ, რომ HTTP-ს რახან მიყვება ყველაფერი, უფრო მძიმე ოპერაცია არის. უფრო დიდი დრო ჭირდება მის დამუშავებას. რახან ყოველი request-ი არის ახალი connection და ახალი დაპროცესება, თუნდაც ავტორიზაციის ტოკენის გაპარსვა და სესიის დამყარება და მაგ სესიის შემოწმება და შემდეგ დამუშავება და ასე შემდეგ. რაც WebSocket-ს არ აქვს. რაც შეეხება real-time update-ებს, მაგალითად სერვერი, როდესაც უგზავნის კლიენტს, რომ რაღაცა update-ი მოხდა მის ბაზაში ან მის data-ზე ან მის აპლიკაციაში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია იგივე გავიმეორებთ HTTP connection-ის დროსაც. უბრალოდ ესე რომ წარმოიდგინოთ კარგად, HTTP connection-ის დროს ჩვენ უნდა გავაკეთოთ polling-ი. რას ნიშნავს ახლა polling-ი? ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე
ყოველ მაგალითად თქვენ შეგიძლიათ რაღაც ინტერვალი დააყენოთ Poring-ის ყველაზე ესე სიმლესი რო იყოს ერთი წამით შეგიძლიათ დააყენოთ და ყოველ წამს სერვერს აკითხოთ და კითხოთ რომ რა არის რაიმე აპდეიტი. ეს გუშინ მაგალითად რო წერდი ინტერნეტში შეხვდა ძალიან სასაცილო სურათი რომ გაგონებს როგორც ბავშვი მანქანაში ზის ხოლმე და მამას რო ეკითხება რომ მალე მივალთ, ყოველ ერთ წუთში ეკითხება, მაგრამ დრო მცირდება. რეალურად ინფორმაცია საჭირო არის, როდესაც უკვე მანქანა მივა ადგილზე, რომ მივედით უკვე. რაც WebSocket-ის დროს ზუსტად ესე ხდება, რომ როდესაც რაიმე იცვლება, WebSocket-ი უგზავნის ეგრევე კლიენტს, რომ აი ეს ცვლილება მოხდა და ეს overhead-ი აღარ არის საჭირო. ეს სათითა ან როგორც უკვე ვთქვი ძალიან ძიმე ოპერაცია არის სათითაო HTTP request-ი გააკეთო ყოველ წამს, მით უმეტეს როდესაც დიდი აპლიკაცია გაქვს და რაღაცა მილიონი მომხმარებელზე ან 1000 მომხმარებელზეც. მაგის მენეჯმენტი უფრო ძნელია რაღაც მომენტებში, ვიდრე WebSocket-ების connection-ების ხოლმე. ასე რომ როდესაც real-time update-ებზე მივდივართ, HTTP-ის უფრო ძნელი დასამენეჯებელი არის, ვიდრე WebSocket-ების scale-ზე. თორე ერთ node-ზე უფრო ადვილი არის, რა თქმა უნდა. ესეთი ზედაპირული არქიტექტურული გადაწყვეტილება რომ განვიხილოთ, ესე გამოიყურება ინტერაქცია ჩვენს WebSocket-ის სერვერთან. გვაქვს კლიენტის ლეიერი, სერვერის ლეიერი და database-ის ლეიერი. კლიენტის ლეიერში მოიაზრება მოდერნული აპლიკაციაში თქვენ უნდა გქონდეთ კლიენტის მხარეს ლოკალური database, მაგალითად index database თუ web-ით ხართ, ან კიდე ყველაზე პოპულარული და ყველაზე მიღებული პრაქტიკა არის ახლა რომ SQLite-ი გამოიყენოთ კლიენტის მხარეს. თუ რელაციური ბაზა გაქვთ, ბექის მხარესაც ძალიან კომფორტული არის. რატომ ვიყენებთ ახლა ჩვენ ამას? იმიტომ რომ თუ თქვენ გაქვთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც არის live, რაღაც მომენტში შეიძლება ინტერნეტი გაგეთიშოთ, ან არ იყოს ესეთი კარგი ინტერნეტი არ ქონდა, ტელეფონის 2G გაქვთ, ან რაღაც მომენტებში ითიშება, connection-ი იკარგება, ბრუნდება მერე და ასე შემდეგ. ჩვენ რომ არ გაუარესოთ მომხმარებელს ეს experience-ი, ჩვენ ვაძლევთ უფლებას მომხმარებელს, რომ ნებისმიერი ინტერაქცია გააკეთოს მხოლოდ კლიენტის მხარეს. ხოლო სერვერთან შემდეგ სინქრონიზაცია გააკეთოს, როდესაც connection-ი დაბრუნდება არასტაბილური connection-ის დროს. ნებისმიერი ინტერაქცია ინახება ფრონტის მხარეს SQLite database-ში და როდესაც connection-ი იხსნება, ნებისმიერი connection-ის გახსნის დროს ჩვენ უნდა გავაკეთოთ სერვერის და კლიენტის სინქრონიზაცია. რასაც აგვარებს კაკრას სოკეტის სერვერი. და რა თქმა უნდა, შემდეგ backend-ში თქვენ გაქვთ database-ი, რომელიც უნდა იყოს source of truth, რასაც ნიშნავს, რომ თქვენ მაგალითად თქვენი ბაზა უნდა იყოს ან თუ რაიმე კონფლიქტი გაქვთ კლიენტის მონაცემებსა და ბაზის მონაცემებს შორის, ყოველთვის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ბაზის მონაცემებს. რახან შეიძლება კლიენტმა ორი device-დან განაახლა, ერთზე ინტერნეტი ჰქონდათ, მეორეზე არ ჰქონდათ, მაგრამ სინქრონიზაციის დროს პირველმა ჩაწერა ერთი და იგივე ჩანაწერი ბაზაში, back-ზე და მეორე device-მა მხოლოდ ლოკალზე შეინახა ეს. მაგალითად, თქვენ თუ ამ ჩანაწერზე ID-ში UUID-ს აგენერებთ ან რაიმე უნიკალურ ID-ს, მოხდება კონფლიქტი. რახან ერთი და იგივე ჩანაწერი ვერ შეიქმნება ორჯერ. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ამ დროს მიანიჭოთ conflict resolve-ის რაღაცა ალგორითმები დაწეროთ, ან კიდე უკვე აიღოთ უკვე არსებული და მიანიჭოთ უპირატესობა ყოველთვის სერვერის მხარეს. როგორ ხდება აუთენტიფიკაცია live WebSocket-ის შემთხვევაში? REST API-ის შემთხვევაში, როგორც ვიცით,
ეს ხდება ორნაირი აუთენტიფიკაცია არის ყველაზე ხშირად მიღებული JWT და სესიები. იგივენაირად, ზუსტად იგივენაირად ხდება WebSocket-ის დროსაც, უბრალოდ ეს აუთენტიფიკაცია ხდება handshake-ის დროს, როდესაც იგზავნება upgrade-ის request-ი. WebSocket-ებში რაც მომწონს ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი drawback-ის გარეშე გამოიყენოთ სესიური აუთენტიფიკაცია, რასაც უპირატესობები აქვს JWT-სთან მიმართებაში. ვინაიდან სესიური აუთენტიფიკაციის drawback HTTP connection-ის დროს არის ის, რომ ყოველ ჯერზე თქვენ გიწევთ ბაზაში გადამოწმება თუ ეს ამ სესიაზე რა მონაცემები გაქვთ კონკრეტულ სესიაზე და შემდეგ ამ მონაცემების დამუშავება. ხოლო WebSocket-ის დროს მხოლოდ გიწევთ ეს ერთხელ ქნათ, როდესაც handshake-ის დროს ამ სესიას იღებთ და აგენერირებთ. ხოლო შემდეგში ამ სესიის ID-ს და მონაცემებს ხმარობთ ამ connection-ი რა დროც გაქვთ ეს connection-ი გახსნილი, სრულიად ხმარობთ ამ სესიას. დიახ, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე device-დან როგორ ხდება ერთი და იგივე სესიაზე რამოდენიმე device-დან შეიძლება ერთი და იგივე user-ი დაუკავშირდეს sockets. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ device-ზე თუ რაღაცა update-ი მოხდა, უნდა ისახოს მეორე device-ს. ეს უნდა დაიჰენდლოს გაკას socket-ის handshake-ის დროს, როდესაც სესიების მენეჯმენტი ხდება. ჩვენ socket-ების დროს ყოველთვის ვჯგუფავთ, ვაგრუპებთ user-ებს რაღაცა მონაცემის მიხედვით. ყველაზე ხშირად ეს არის user-ის ID, რომ ერთი და იგივე user-ზე update-ები, როდესაც სხვადასხვა device-დან არის, სერვერი როდესაც ისვრის updates, გაუშვას ორივე device-ზე და არა მხოლოდ იმაზე, რომელზეც დაკავშირებულია და რომელზეც connection-ი არის გახსნილი. დაჯგუფების რამოდენიმე ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგალითად, ჯგუფები, namespace-ები შეიძლება იყოს, მაგალითად, socket.io ხმარობს ოთახები, ეგრე ქვია rooms-ები და ნებისმიერი ტექნიკა შეგიძლიათ აიღოთ და გამოიყენოთ, რაც ძალიან გამოსადეგი არის. ეხლა გადავიდეთ მოდით პრობლემებზე. რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას WebSocket-ის, როდესაც გაქვთ WebSocket-ის სერვერი. ზოგი პრობლემა და ზოგიც არა, უმეტესობა არა მარტო WebSocket-ის სერვერზე არის ესე ვთქვათ, კონცენტრირებული. იგივე პრობლემები ხდება HTTP სერვერების დროსაც, როდესაც თქვენ REST API გაქვთ. მაგალითად, race condition-ის პრობლემა. ეს შეიძლება როგორც მოხდეს socket-ებზე, იგივენაირად შეიძლება მოხდეს HTTP-ზეც, იმიტომ რომ თქვენ ორივე device-დან შეგიძლიათ update-ი გაუშვათ ერთდროულად სერვერზე და რომელი მიასწრებს მაგაზია დამოკიდებული. თვალსაჩინოდ რო იყოს, მაგალითად, თქვენ რაღაცა პროდუქტზე სახელს update-ებთ და მეორე device-დან შლით ამ პროდუქტს. თუ წაშლა მოასწრო, მაშინ სახელის დააპდეითება გაერორდება, რა თქმა უნდა, თქვენ სერვერზე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად რამოდენიმე ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველი, როგორც არის ატომური ოპერაციები. რას ნიშნავს ატომური ოპერაციები? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ერთი ოპერაცია ხდება რაღაცა სესიის ჭრილში, სესია შეიძლება გქონდეთ როგორც WebSocket-ზე, ისევე HTTP-ზე. user ID-ს, მაგალითად user ID შეგვიძლია ავიღოთ სესიად user-ის ჭრილში. როდესაც ერთი user-ი აკეთებს რაღაცა ოპერაციას კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება უფრო კონკრეტული სესია. კონკრეტულ პროდუქტზე თქვენ ლოკავთ ამ პროდუქტზე რაიმე CRUD ოპერაციას, რაიმე updates, რომ სანამ არ მორჩება ეს update-ი, მეორე updates ან CRUD ოპერაციას არ უშვებთ. ეს იწვევს, ამას თავისი მინუსები აქვს. რაღაც кейსებში ძალიან კარგი არის, რაღაც кейსებში ისევ დაყოვნებას იწევს და ბლოკინგი შეიძლება გამოიწვიოს.
მაგრამ მიღებული პრაქტიკა არის და ყველაზე მარტივი etcd არის ესეთი database-ი key value in memory, რომელსაც ეს კიდევ ჩაშენებული აქვს ეს ატომიკ ოპერაციები, შეგიძლიათ სესიების მიხედვით და შეგიძლიათ აკონტროლოთ через მის გავლით ნებისმიერი ინტეგრაცია. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი მესიჯი, რომელიც იგზავნება სოკეტისგან, ეს იქნება დამატების, აპდეიტის თუ წაშლის, რაღაცა დათაგოთ რამეთი, ან ვერსიით, ან timestamp-ით, რომ მაგალითად ბოლო აპდეიტი თუ მოხდა 2 წამის წინ, თქვენ 5 წუთის წინამდელი აპდეიტი თუ მოგივიდათ რაღაც request-ი, იმას აღარ გაუშვებთ. მაგრამ ამ ესეთ სიტუაციაში საჭირო იქნება კლიენტის მხრიდან ინტერაქცია, რახან თქვენ აჩვენოთ, რომ რაღაცა ოპერაცია თქვენ არ გაითვალისწინეთ და რის გამო და შემდეგ თვითონ კლიენტმა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა ქნას ამ შემთხვევაში. ეს უბრალოდ დრაფტში აგდებთ ესე რომ ვთქვა და შემდეგ შეუძლია თავიდან გაუშვას ახალი timestamp-ით და ვერსიით, ან შეუძლია вообще წაშალოს ეს დრაფტიდან. თითქოს იგივენაირი პრობლემა არის მესიჯების ასე ვთქვათ ორდერინგი. მაგრამ ოდნავ განსხვავდება. პირველი თუ ხდება იმის გამო, რომ რაღაც კონკურენტული request-ები შემოდის აპლიკაციაში, ეს შეიძლება messages ordering-ი შეიძლება აერიოს ელემენტარული ცუდი ინტერნეტის გამო, ან კიდე connection-ის გაწყვეტის გამო, რაღაცა მომენტში connection-ი გაიწყვიტა, შემდეგ 10 წუთში მოგივიდათ იგივე connection-ი და ეს message-ი მივიდა ბოლოს საბოლოოდ სერვერამდე კი ბატონო. ამის გადაწყვეტის კიდე რამოდენიმე solution-ი არსებობს. იგივენაირად შეგიძლიათ timestamp-ები დაადოთ და client side, ანუ ამასაც ზუსტად იგივენაირი გადაწყვეტილება აქვს, რაც წინა სლაიდზე გითხარით. ან შეგიძლიათ third party სერვისები გამოიყენოთ ეგრევე, მაგალითად როგორიც არის Apache Kafka, როგორიც არის Redis-ის სტრიმინგი, ან რაღაცა სხვა message broker-ი, ან messages queue-ები გამოიყენოთ, რომლებიც ან თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შექმნათ, ყველა დეველოპერი ხართ აქა და messages queuing-ი და message broker-ი შეგიძლიათ თქვენ თვითონაც აწყოთ, რომელიც თვითონ უზრუნველყოფს, რომ ყველა message-ი, რომელიც დაინახა სერვერმა, დამუშავდება ბოლომდე, ან queue-ს გავლით, ან კიდე სხვადასხვა მეთოდის გავლით, რომელსაც იყენებს Kafka. ცოტა უსრებ წინ, აქ უნდა მეთქვა Kafka-ზე და ესე ვთქვათ, messages და პროცესებაზე, რომ ყოველთვის პროცესდება. გადავიდეთ. ყველაზე დიდი განსხვავება, რაც არის HTTP-სა და WebSocket შორის. ეს არის სკალირების პრობლემები. ეხლა ინდუსტრიული სტანდარტი არის ჰორიზონტალური სკალირება. ვინაიდან ვერტიკალური რაღაც მომენტში თავის ლიმიტებს აღწევს და თავს წურავს. ჰორიზონტალურ სკალირებაში მოიაზრება ის, რომ თქვენ სერვერის რამოდენიმე კლონი შეიძლება გქონდეთ ერთდროულად გაშვებული და შემდეგ load balancer-ი ამუშავებდეს ამ სერვერის კლონებზე ტრაფიკს. დიახ. პრობლემა ახლა შეიძლება წარმოიჩინოს WebSocket-ის შემთხვევაში, როდესაც გაქვთ რამოდენიმე სერვერი. წარმოიდგინეთ ესეთი რამე, რომ თქვენ ერთი device-ით ხართ ერთ სერვერზე დაკავშირებული, მეორე device-ით მეორე სერვერზე დაკავშირებული. ეს იმ პრობლემას ახდენს, რომ როგორც ახლა წინაზე ვილაპარაკე, თქვენ სესიას ვეღარ ქმნით ისე, რომ ერთი და იგივე user-ი, ერთი და იგივე connection-ი, ერთი და იგივე სესიაში ჩააგდოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სერვერია და ეს სერვერები რაღაცნაირად უნდა აკომუნიციროთ ერთმანეთთან. მეორე პრობლემა არის
ის რომ თუ user-მა დაკარგა, თუ users ქონდა რაღაცა სესიაში ნამუშევარი, მაგალითად ან რაღაცა დაგროვილი კონტექსტი, data, არ აქვს მნიშვნელობა და მან დაკარგა connection-ი. ახალი connection-ის დროს ის უნდა დავაკავშიროთ იგივე სერვერზე, რომ მან ეს გააგრძელოს, ესე ვთქვათ, იმ მომენტიდან, სადაც გაწყდა და არა დაიწყოს თავიდან, მაგალითად ავტორიზაცია და ასე შემდეგ. და ასევე ნოუდებს შორის ტრაფიკის განაწილება ვებსოკეტების დროს უფრო ცოტათი ტრიკი არის, იმიტომ რომ ნებისმიერი connection-ი არის persistent-ი და არ არის სათითაო HTTP call-ი, რომელიც მუშავდება და შემდეგ ქრება. მოდიშით. პირველ პრობლემა, რაც ვახსენე, არის ის, რომ შეიძლება user-ი სხვადასხვა device-დან იყოს სხვადასხვა სერვერებზე დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში სერვერმა უნდა იცოდნენ ერთმანეთში რა ხდება, რომ გააზიარონ მონაცემები. მაგალითად, Socket.io-ს აქვს ძალიან Redis-ი აგვარებს ამ პრობლემას და Socket.io-ს აქვს ძალიან კარგი ადაპტერი Redis-ის PubSub-ი, რომელიც გაკრას ამ პრობლემას გვიწყვიტავს. ძალიან მარტივი არის მისი დაკონექტება და არანაირი სიძნელეს არ წარმოადგენს რაღაც სირთულეები და რაღაცა. ასევე, როგორც ვილაპარაკე, შეიძლება connection-ი გაუწყდეს და შემდეგ იგივე სერვერზე უნდა დაკავშირდეს ეს connection-ი. მაგის პრობლემას გვიგარებს load balancer-ები ან sticky routing-ი ესე ქვია და შეიძლება ეს იყოს რაღაცა ფაქტორზე დამოკიდებული, მაგალითად cookie-ი შეიძლება კონკრეტულად routing-ი გაგიკეთონ კონკრეტულად რომელ სერვერიდანაც დაკარგეთ თქვენ connection-ი. Nginx-ი შეიძლება იყოს ან cloud-ის რაღაც load balancer-ები, მაგალითად Amazon-ს აქვს Sky Solution-ები, application load balancer-ი, რომელიც ღრმად კონფიგურირებადი არის და მათ შორის მუშაობს WebSocket-ებზეც. API gateway-ც აქვს და მაგალითად Redis-ის ალტერნატივაც აქვს Elastic Cache-ი. დიახ. ჩვენ WebSocket-ის დროს ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ user-ი live-ში არის თუ არა. ამისთვის ჩვენ ვაგზავნით მაგალითად გულისცემის request-ებს ეძახიან, რაღაცა დროის დაყოვნებით თქვენს use case გააჩნია, მაგრამ შეიძლება 5 წამი იყოს, შეიძლება 1 წუთი იყოს. ვაგზავნით ping-pong-ის request-ებს. კლიენტი უბრალოდ ping-ს აგზავნის, სერვერი ping-ს აგზავნის უკან და ამით ხვდებიან, რომ live-ში არის. ეს შეიძლება, ანუ ეს გვადგება იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს tail connection-ები რაღაცა და რომლის ჩახურვაც აუცილებელი არის. ამ request-ის response-ის მიღების გარეშე შემდეგ სერვერი აინიციალიზირებს socket-ის ჩახურვას, რომ აღარ არის ესე იგი user-ი validური, აღარ არის დაკონექტებული. შემდეგ, ან კიდე მეორე case-ი არის ის, რომ load balancer, როგორც არის Nginx-ი ან application load balancer, რაღაც cloud-ზე load balancer-ებიც არის უმრავლესობა, როდესაც tail connection-ი გაქვთ, არ ხდება, ანუ tail connection-ში გულისხმობ, არ ხდება არაფერი connection-ში, არანაირი message არ მიდის, არ მოდის და უბრალოდ არის connection-ი ღია. მასეთ ღია connection-ებს ხურავს რაღაცა მომენტის შემდეგ, რაღაც 5 წუთის მერე, ზოგი 1 წუთის მერე, ეგეც კონფიგურირებადი არის და ხურავენ ამ connection-ებს. შეიძლება არა load balancer-მა ჩაგიხუროთ, არამედ კომპანიის firewall-მა ჩაგიხუროთ რაღაცამ. ან კიდე proxy server-მა შეიძლება ჩახუროს ეს connection-ი. ამისთვის ეს ping-pong-ი, ეს request-ები არის, მინიმალური request-ები არის, რომელიც წინ და უკან იგზავნება რაღაცა დროის ინტერვალში. რაც პრევენციას უკეთებს იმას, რომ ჩაიხუროს თქვენი connection-ი. თუ ჩაიხურა თქვენი connection-ი, თუ კლიენტი, თუ რაღაც მაგალითად ცუდი ინტერნეტი აქვს კლიენტს,
ან კიდე სერვერი არის რაღაც მომენტში მიუწვდომელი. Klienti იცდილობს ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ჩვენ Reconnect-ის იმპლემენტაცია, რომ კლიენტის მხრიდან მოხდეს Reconnect-ის ცდელობა. მაგრამ ესეც ცოტა ჭკვიანურად უნდა გავაკეთოთ, რახან ყოველ 3 წამში არ მოხდეს, ყოველ 1 წამში არ მოხდეს ამის ცდელობა და ეს იყოს პროგრესიულად ზრდადი მცდელობა. რას ნიშნავს პროგრესიულად ზრდადი მცდელობა? დროის კუთხით, რა თქმა უნდა, დროის კუთხით ნიშნავს იმას, რომ კლიენტი პირველ Reconnect-ს თუ ცდილობს 5 წამში, შეიძლება მეორე Reconnect-ით ცადოს 10 წამში, შეიძლება შემდეგი 30 წამში და ასე შემდეგ პროგრესიულად იზრდება ეს მცდელობების ინტერვალი. იმიტომ რომ თქვენ, როდესაც ბევრი კლიენტი გყავთ თქვენ აპლიკაციაზე დაერთებული და სერვერს რაღაცა რომ მოუვიდეს, ყველა კლიენტი ერთდროულად ცდის Reconnect-ის გაკეთებას. და თქვენ ერთდროულად ერთბასად შემოგივათ რაღაც 1000 request-ი ყოველ წამში. ჩათვალეთ თუ ესეთი პროგრესიული არ იყო ზრდადი. ყოველ Reconnect-ზე ან Connect-ზე, როდესაც კლიენტი უკავშირდება სერვერს, აუცილებელი არის syncing-ი სერვერთან. რამდენი ხანიც არ უნდა იყოს გასული, მაინც ბოლო აპდეიტები თუ რაიმე არის დარჩენილი, უნდა გაიგზავნოს კლიენტთან, რომ კლიენტს აესახოს ეს აპლიკაციაში. ხო, ეხლა მოდი ვილაპარაკოთ best practice-ებზე, თუ რა არის მიღებული ინდუსტრიულად სტანდარტები და რა არის best practice-ები ვებსოკეტით კომუნიკაციის დროს. ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ მინიმალური მესიჯის ზომა გქონდეთ. არ უნდა აგზავნოთ ისეთი value-ები, ისეთი data, რაც არ გამოგადგებათ, სერვერს არ ჭირდება, მაგალითად, თუ get request-ი არის, მაგალითად, თქვენ არ უნდა უგზავნოთ, თუ მაგალითად ინფორმაციის მოკაჩვის request-ი არის რაღაცა ID-ის მიხედვით, თქვენ არ უნდა უგზავნოთ არსებული ინფორმაცია, რომ მაგალითად name, description და რაღაცა გაუგზავნეთ სერვერს, რომ ახალი name და description მოხსნათ. ID-ც საკმარისი იქნება, ან ეს ახლა ელემენტარული მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ყოველთვის უნდა იფიქროთ წინასწარ, თუ როგორ შეიძლება მესიჯის ზომის შემცირება. ან თუნდაც თუ დიდი binary data გაქვთ რაღაცა, შეგიძლიათ დააკომპრესოთ და ისე გააგზავნოთ, რომ network-ი დატვირთული არ იყოს. უნდა შეეცადოთ თავიდან აირიდოთ blocking-ი, რას ნიშნავს ახლა blocking-ი? მაგალითად თქვენ სერვერზე თუ რაიმე გაქვთ ისეთი მძიმე ოპერაცია, რომელიც მთლიან threads ბლოკავს და არ აძლევს უფლებას ახალი request-ები დაამუშაოს, ან შეიძლება ისეთი ოპერაცია იყოს, რომ ვაფშე ყველა დანარჩენი connection-ი დაიკარგოს მაგის გამო, მაგალითად 30 წამიანი რაღაცა მძიმე ფუნქცია ქონდეს, რომელიც 30 წამი უნდა მონაცემის დამუშავებას და თქვენ იქნებით დაყენებული 10 წამზე და ეს დაბლოკილი სერვერი 10 წამი მაგალითად 30 წამი პასუხს ვერ უყურებს, რაც შემდეგ ავტომატურად ხურავს სესიას. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მიდგომა არის მიკროსერვისები, რომ თქვენ მაგალითად პინგ-პონგის ფუნქცია ცალკე გქონდეთ დატანილი, ცალკე სერვისსა და მაგალითად ეს მძიმე ფუნქციის დამუშავება execute-ი ცალკე გარემოში იყოს გატანილი. იმიტომ რომ ძალიან კარგად აქვს ეს განხორციელებული AWS მაგალითად ძალიან მომეწონა მათი მიდგომა. ესეთი API gateway-ზე შეგიძლიათ WebSocket-ი მიაბათ და lambda ფუნქციები გამოდგათ როგორც handler-ები. და ეს მაგალითად ping-pong-ის ფუნქცია ცალკე შეგიძლიათ lambda-ს აციოდეთ, მაგალითად ეს რაღაცა მძიმე ფუნქცია ცალკე და ყველაფერს connection-ის management-ს და სესიებს და ასე შემდეგ გაკონტროლებს API gateway, რომელიც თვითონ ინახავს და პროსტა ფუნქციას იძახებს თქვენსას. აუცილებლად სადეთ ძალიან კარგი არქიტექტურული გადაწყვეტილება არის AWS-ის მხრიდან.
მაგალითად შეიძლება ერთი კლიენტისგან ძიმე რეკვესტი წამოვიდეს რაღაცა ან ნელი იყოს ეს მომსახურება რაღაცა data-ს უგზავნით სოკეთის ნეტვორკით მაგალითად 2 მეგაბაიტს ან 3 მეგაბაიტს klients ან კიდე კლიენტები გზავნის და ამან არ უნდა დააყოვნოს სხვა კლიენტების ინტერაქცია ჩვენს სერვერთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ასინქრონული ან დელეგირებული რაიმე სერვისზე, მაგალითად თუ დიდი ფაილი აქვს რაღაცა ბაინარი, რომელიც იგზავნება კლიენტის მხრიდან, ეს სოკეტი არ უნდა მოახდეთ ხოლმე, უნდა შეენოჩნოთ მინიმალური ზომა. ასე რომ სოკეტში ფაილის ანუ რაღაცა დიდი ბაინერის ჩაწერას ჯობია რომ third-party service-ი აიღოთ ან რაღაც ან თქვენივე blob storage-ი აიღოთ რაიმე და იმის API გამოდგათ ან კიდე უკვე არსებული მაგალითად ეს სამი აიღოთ და ესეთი ტექნიკა არის იღებთ pre-signed URLs და თქვენ უგზავნით ამ კლიენტს pre-signed URLs რომ აქ ატვირთოს უკვე ეს დიდი ფაილი და შემდეგ ამ ატვირთვის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ მას მოაბათ handler-ი რომ ატვირთვის დროს თუ რა მოუვიდეს ამ ფაილს რაც თქვენი სერვერიდან დატვირთულობას საერთოდ მოხსნის. რაც შეეხება security-ს და monitoring-ს ყოველთვის უნდა ვალიდაცია გაატაროთ input-ების სანიტარიზაცია, მინიმიზაცია და ასე შემდეგ. მონიტორინგიც საჭირო არის, შეგიძლიათ ლოგები გამოიყენოთ, შეგიძლიათ დებაგერი თუ ლოკალზე ამონიტორებთ და ასე. სულ ეს არის. როგორც გაჩვენეთ ვიდეოები, real-time connection-ი არის რაღაც მაგიურად გამოიყურება, ვინაიდან თუ response ელოდებით სერვერიდან რაღაცა რესურსის შექმნაზე, თქვენ გიწევთ ლოდინი და real-time-ში არ გიწევთ ეს ლოდინი, ეგრევე ხდება ინტერაქცია, რაც თითქოს დაუჯერებელიც არის, რომ შეიძლება ესე ხდებოდეს. ყოველთვის ეცადეთ დაინახოთ თქვენ სავე აპლიკაციაში, სად შეიძლება ესეთი პატერნის იმპლემენტაცია. მადლობა. კითხვები თუ გაქვს, რამდენიმე წუთი შეიძლება მადლობა. რადგან ანუ ეს თქო პროფესიონალი ინსტანტების, რადგან ჩვენი ჰაკათონის სპონსორები ინსტანტები ანუ ესენი თავაზობენ out of box real time supports and website-ების კონფიგურაციას გადაჭრა და მაინტერესებს რამე ასპექტი. სიმართლე რო გითხრა არ გამომიხსენებია ინსტანტები და მე ყოველთვის მომხრე ვარ from scratch ავაწყო ყველაფერი და რომ ვისწავლო. ძალიან საინტერესოა კი ბატონო, მეც მითხრეს რომ ზუსტად ეგ კითხვა დამისვეს, რას ვფიქრობო, რომ მოვედი კაკას ჩემი პრეზენტაცია რო ვანახე ამ ჰაკათონის ვინც აწყობდა იმათ, კაკას ვკითხეს და დრო არ მქონდა ეხლა რომ ჩამზარიყავი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ აგვარებს ერთ case, რომელიც მაგალითად ზოგჯერ real-time აპლიკაციების დროს არის ისეთი case-ი, რომ როგორც ვილაპარაკე, local first-ი უნდა გქონდეთ, რომ connection-ი როდესაც არ გაქვთ, თქვენ local database-ში უნდა შექმნათ რაღაცა პროდუქტის რეკორდი, რომ დაასინქრონოთ შემდეგ connection-ის გახსნის დროს back-თან. მაგრამ ეგ ფუფუნება ზოგჯერ არ გაქვს, იმიტომ რომ შექმნის დროს დაჟე რაღაც Elasticsearch-ი შეიძლება გჭირდება, ან back-ის რაღაცა API გჭირდება და ძალიან მაინტერესებს ინსტანტ-ტიპის როგორ აქვს. მე ახლა მაგალითად ფილფალზე რომ მქონდა ეგეთი кейსი, ისე დავჰენდლე რომ ვაფშე გავაუქმე დამატება ეს read-only გავაკეთე თუ აპლიკაცია read-only არის თუ connection-ი არ გაქვს. და შემდეგ როცა connection-ი გეხსნება, შემდეგ სინქრონიზირდება back-თან და რაიმე update-ები სხვა device-დან თუ მოხდა, ეს სინქრონიზაცია ხდება. ძალიან მაინტერესებს მათ როგორ აქვთ ეს გადაწყვეტილი და
გამარჯობა. მაგრამ მაქვს ერთი შეკითხვა, რამდენჯერ მოვახსენეთ კრადოპერაციები, რამდენად უნდა შეცვალებია ვებსაიტების გამოყენება, როდესაც ვიწევს უარი ვთქვათ HTTP-ის ძალიან ბევრ cool feature-ებს, იგივე სემანტიკაზე, იგივე idempotency რაც არის, ასე ვახსენეთ HTTP stateless-ია და მე ვფიქრობ, რომ benefit-ი და drawback-ი, იმიტომ რომ იგივე load balancer-ების პრობლემა და შემდგომ ხავდებით, რომ real-time messaging, notification система, თამაშები იდეალური ვებსაიტები, ანუ აი ამდენად გვჭირდება კრადის შემთხვევაში და მე რაც დავინახე, ისინი უფრო აქტიურებს ჩვენ მდგომარეობას ვიდრე ამარტივებს. ნუ საუბრობ კრად აპლიკაციებზე და მარტივი საკითხვა ჩაწერას აშკარა ასე. დიახ. დიახ, კრად ოპერაციებს რაც შეეხება, აპლიკაციებს რაც შეეხება. ჯერ იმაზე მინდა გიპასუხო, რომ stateless-ი რახან არის HTTP არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაისი benefit-ი არის. ჩემ დიდ აპლიკაციებს, რომელსაც ბევრი user ყავს, ეს drawback-ი არის, იმიტომ რომ ნებისმიერი request-ი TCP connection-ის გახსნას უკვე სერვერისთვის დაწოლა არის და თუ მილიონიანი აპლიკაცია გაქვს, მაგალითად მილიონ მომხმარებლიანი აპლიკაცია გაქვს, შეიძლება HTTP-დან ვებსოკეტზე გადასვლამ თანხაში ძალიან მოგაგებინოს რა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრად ნაკლები ნოუდები დაგჭირდეს სერვერის ვიდრე HTTP-ის დროს, იმიტომ რომ ესეთი მძიმე ოპერაციები აღარ ხდება. ეგ პირველად შეეხება. ხოლო მარტივ კრად აპლიკაციებს რაც შეეხება, მე როგორც განახეთ ახლა, მაგალითად ჩემთან როდესაც მედიკამენტს ამატებ, ეს ხო მარტივი არის, ანუ არაფერი მაგაზე რავი მარტივი არის, უბრალოდ წერ ციტრამონი დამიმატე და всё, მეც არაფერს არ აკეთებს ეს აპლიკაცია. მაგრამ ბექზე ჩემი მხრიდან მე ვაკეთებ იმას, რომ მე მივდივარ ეს მედიკამენტს ვეძებ ჯერ ბაზაში, თუ მაქვს ჩემთან დაკეშილი რაიმე ეგეთი იგივე სახელით, მაშინ სწრაფი არის ეს დამატების ფუნქციონალი და შეიძლება 500 მილიწამი მოუნდეს ჯამში დამატებას. მაგრამ თუ არა მაქვს, ვეძებ გლობალურ ქსელით, ვთქვათ, ნეირონული ქსელით და შესაბამისად რა მარტივიც არ უნდა იყოს კრად ოპერაცია, შენ შეიძლება სერვერზე ისეთი მძიმე დამუშავება გქონდეს რაღაცა data-სი, რომ მომხმარებელს მაინც მოუწიოს რაღაც მომენტებში 15-20 წამი ლოდინი და თუ HTTP connection-ი გაქვს და არ გინდა რა ლოდინო, მაშინ როგორც თქვი პოლინგი უნდა შემოიღო და პოლინგის drawback-ები ვიცით უკვე რა არის და მაშინ ერთი გზა გრჩება, რომ პოლინგი თუ არ შემოიტანე, რომ დააველოდო ეს 15 წამი, რაც უკვე bad user experience-ი არის. და აი შენ თვითონ რო გააკეთებ, ააწყობ უფრო event driven სისტემებს რო ჩახედავ, შეიძლება HTTP-სკენ ვაფშე აღარ გაიხედო. მე არ ვამბობ იმას, რომ არ მინდა ცუდად გამომივიდეს, არ ვამბობ იმას, რომ აი HTTP უფრო მაგარი არის ვიდრე მაგალითად ვებსოკეტები. არა, ვებსოკეტები არის HTTP-ს ერთად უნდა გამოიყენოთ, არ უნდა ჩაანაცვლოთ ერთმანეთში. HTTP-ს ვაფშე მაგარი use case-ები აქვს თავისი, მაგალითად WebSockets ვერ გამოიყენებთ get request, ანუ ჩვეულებრივი რაღაც get request-ი გინდათ HTML-ის loading-ი გინდათ რაღაცა front-ში სერვერიდან რომ წამოვიდეს წინასწარ დაგენერებული HTTP, მაგისთვის HTTP პროტოკოლი გჭირდებათ, REST API გჭირდებათ. ან კიდე რაღაც ფორმის update-ები რო იყოს, form input-ები და ასე შემდეგ, login-იც მაგალითად, user-ის შექმნა, sign-up-ი, ეს ყველაფერი sign up მაგალითად უნდა მოხდეს HTTP პროტოკოლით და არა WebSocket-ით, მაგრამ მე ვამბობ კრად ოპერაციები, რომელიც მძიმე არის, თუ თქვენი აპლიკაცია ისედაც 100 მილიწამს ანდომებს response times, ეს არ არის ისეთი დიდი დაყოვნება, რომ რაღაცა user-მა შეამჩნიოს და შეგიძლიათ background-ზეც გაუშვათ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ დაფეილდება არაფერი და მე ვამბობ უფრო ესეთი გრძელი update-ები, რასაც მოყვება რა. მაგრამ შეიძლება თქვენ ერთ-ერთ კრად ოპერაციას შეიძლება ნელი ინტერნეტი აქვს იგივენაირად მომხმარებელს და შეიძლება თქვენთან ლოკალზე 100 მილიწამი უნდება და კლიენტისთვის მოუნდეს 5 წამი მაგალითად. და ესეც bad user experience-ი არის. ვინაიდან იმის რო response ელოდოს თუ შევადარებთ WebSocket-ი უბრალოდ აგზავნით message და ივიწყებ, სანამ სერვერიდან პასუხი არ მოვა რაღაცა.
შეიძლება ვაფშე ინტერნეტი გათიშოს იუზერმა მაგ მომენტში და შემდეგ რო ჩართავს 5 წუთს მე მოვიდეს ეგ პასუხი დასინქრონდეს, რომ აი ყველაფერი მოხდა რაც შენ მოინდომე. კარგით, თუ დრო არ